ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და კანონების დახვეწა რეგიონული ხელისუფლების პირველმა პირებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც პრემიერმა მათ მკაცრი გაფრთხილება მისცა და ისაუბრა კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი გეგმას სათანადოდ არ შეასრულებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე დაავალა. სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერები და თვითმმართველობის კოდექსი გამგებლები თვლიან, რომ ეფექტურ მმართველობას ხშირად ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურები აფერხებს. ხალოჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშენძის განმარტებით, დროში გაწერილი პროექტები ბიუჯეტის შესრულებაზე უარყოფითად რომ არა ისახოს, რამდენიმე კანონი დასახვეწია. მე არ ვამბობ, რომ ან შესყიდვები, ან ტენდერები ცუდია, აუცილებელია. უნდა იყოს და ამ პრინციპით უნდა განხორციელდეს, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქვეყანაში, თუმცა აქ ხარვეზები და ძირითადად ეს ხარვეზები გამოიკვეთება დროში, არის ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის, ასე ვთქვათ, სწრაფად, ეფექტურად ვიმუშაოთ, მივიღოთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე კი უწყება ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელების მიერ მიწოდებული კონკრეტული წინადადებების განხილვის შემდეგ იმსჯელებს. ხანდახან არის ხოლმე კანონის არასწორი აღქმა. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაბამისი ტრენინგები ჩატარდეს, შესაბამისი განმარტებები მიეცეს, არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელი კანონში გარკვეული ცვლილებები შეტანა, როდესაც ექნება ჩვენ წინადადებები მუნიციპალიტეტებისგან, გასაკვირია, ვიმსჯელებთ თვითონ ამ საკითხს. კოდექსში მასშტაბური ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ დონეზე პრობლემას დაბალი დაფინანსებაც ქმნის. ექსპერტის თქმით, გადაწყვეტილების დროულ მიღებას არა კანონმდებლობა, არამედ მაღალი თვითცენზურა აფერხებს. ეს მომენტებიც უნდა განეიტრალდეს, მეტად აიღონ პასუხისმგებლობა და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებები გამოიყენონ. ერთადერთი რაც შეიძლება კოდექსში ჩვენ ვნახოთ პატარა ხარვეზი არის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებამ გამგებლები მერები ძალზე ძლიერად არიან დამოკიდებული საკრებულოებზე, წარმომადგენლობით ორგანოებზე. ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში სუსტი მერის და გამგებლის ინსტიტუტი, მაგრამ ეს არ არის ისეთი დიდი ხარვეზი, რომელიც თქვათ უშლიდეს თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელებას ხებს. თვითმმართველობის ახალი კოდექსი გასულ წელს ამოქმედდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ამოქმედების შემდეგ კოდექსში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა.